გოგა ხაინდრავას მიერ გაჟღერებული ქოცური მესიჯები უნდა მოგასმეინოთ, არ გამოტოვოთ? ეს ზუსტად ის ეპშტეინის კუნძულის თემაა რა. კიევიდან მოდიოდნენ მერცი, სტარმერი და მაკრონი და კოკაინს ხნოსავდნენ ერთად. სამი ქვეყნის ხელმძღვანელი. შენ წარმოდგენა რა დონის კოკაინი იქნებოდა ეპშტეინის კუნძულში? ის კოკაინი იყო მთელი კუნძულში. არა საერთოდ ისევ იგვეცინება, მაგრამ კატასტროფაა. მახო ხო გეუბნები რა რაოდენობის მასშტაბი იქნებოდა კოკაინი? არა, ნუ წარმოგიდგენია. აი ეს კონტრაქტი ვისაც ქონდა ხო წარმოგიდგენია? ამის უკან ვინ იდგა? ისევ იმეორებ. შენ მასშტაბი წარმოგიდგენია? ვაი, რასავარ გადარჩენილი წარმოიგინე რა. შენ წარმოიგინე ჩვენ ევროკავშირის წევრები, კანდიდატებიც არ ვიყავით და რა ზეწოლის ქვეშ და რა გააფრებული. კავშირი წევრი რო ყოფილიყავით, ჩვენ როგორც სახელმწიფო აღარ ვიარსებებდით. ეს არის დიდი ტყუილი რო არანაირი კავშირი არ ქონია ეპშტეინთან და არც იცნობ საერთოდ. განაცხადა მელანია გაიცნო იქა. თავისი მომავალი ცოლი, ხო? და ის კონკურსების სილამაზეს მე არ მომიგონია ამერიკის შეერთებულ შტატებში ტრამპი ატარებდა. ამი მე რომელ არმიაზე მელაპარაკები რა, იმ LGBT-ს დროშებით რო დადიან შარვალ ჩახტილები? ეგ მაგათმა რა ომი უნდა მოუგონ ან ვის მოუგეს რო ომი? ამერიკელ ჯარისკაცებზე ამბობს. სახელმწიფო ოპერაცია მითხარი ამერიკელების ჩატარებული 45 წლის მერე. ერთი რომელიმე ხო იმპორტატული ცენტრი რო გამოაცეს ავღანეთიდან ეგ ის ჯარია ზუსტად და შენ წარმოგიდგენია რომ ეგენი ირანში სახმელეთო ოპერაცია იმ ერაყშიც ხო ნახეთ როგორი სახმელეთო ოპერაციები ჩაატარეს ხო გასაგებია და ის რო დაიწყო დაბომბა და ნუ რა მე როგორც აღმოჩნდა ის ქოლგა რომელიც ისრაელს ჰქონდა იხრიტება ის ქოლგა და ირანელებმა დაადასტურეს და ამტკიცეს. ვინა თქვა რომ ყველა ძლიერი სამხედრო ძალაა, ამ სამხედრო ძალამ ისე ყველა ძლიერმა სამხედრო ძალამ ტალიბებმა პანჩურით გამოყარეს იქიდან და რატო აქვს პრეტენზია რომ ყველა ძლიერი სამხედრო ძალაა? როდის რაში დაარწმუნეს მსოფლიო? ყველა ძლიერი სამხედრო ძალაა. სამხედრო ძალა როგორია და რას წარმოადგენს? დღეს რუსეთის სამხედრო ძალას ხედავთ, ხო? საქმეში. ჯოჯოხეთში რატომ მივდივართ მაინტერესებს? ევროკავშირი არის ჯოჯოხეთი. ევროატლანტიკოს პორნოლიბერალური სამყარო, თავის ნატოთი, კატოთი და იმით არის ჯოჯოხეთი დღეს. ეს დავინახეთ სულ ყველა. განსხვავდება რატომ მივდივართ ის კუნძულისაგან? ეგ არის, მართველი ელიტა ხო იგივეა. ვინ არის მერცი? ვინ არის მერცი? ვინ მერცი კარუსმენებს სადაც უნდა მოусმინონ და მერცი ჩავიდა. მერცი ერთადერთი ცდილობს ეხლა იქნება ის კატასტროფა ეკონომიკური რომელშიც ჩააგდეს ამ უვიცებმა ეს გერმანია ბიჭო ეს ქვეყანა ხერხემალი ევროკავშირის ყოველთვის. ხერხემალი ევროკავშირი იდგა გერმანიის ეკონომიკურ ძლიერებაზე ყოველთვის. ხო და რა დღეში ჩააგდეს წარმოიდგინე. რეცესიაშია გერმანიის ეკონომიკა. თუ ვინმე იყო ბარბაროსული იმპერია, ჩემს აზრით რომი იყო. იმიტომ რომ ადამიანებად არ თვლიდა არავის. ქალაქების გარდა და ბავშვები დაყავდათ კოლიზეუმში, რომში ჩავედი, კოლიზეუმში არ შევედი. იმიტომ რომ ბავშვები დაყავდათ და აყურებინებდნენ, აი ესე აკეთებდნენ, რომ დაჭრილი კაცი მოეკლა და მე იმას აყურებინებდნენ გარეული ცხოველები როგორ ჭამდნენ ადამიანებს. ამაზე ვინც ხეთხართ? რა ვიცი, რა გითხრათ ხალხო? მართლა საშუალები ხართ? არ ბრაზდები თქვენზე. უბრალოდ აი მინდა რომ რაღაცნაირად ესე მაინც გიშველოთ.